გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ხვიჩას მორიგი ტიტული, სანიოლის კომენტარი კვარაცხელიაზე და მოულოდნელი ცნობა PSG-დან. სიახლეების დაწყებამდე კი ვცადოთ რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. მადლობა თუ შენეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ტრაბზონსპორის სენტ-ეტიენს ესაუბრა. ზურიკო დავითაშვილს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ბეშიქტაშისა და ფენერბახჩეს შემდეგ კიდევ ერთი თურქული კლუბის რადარებზე მოხვდა. გამოცემა ფანატიკის ჟურნალისტი საბაჩან ქონექსუვერის ინფორმაციით დავითაშვილის მიმართ ინტერესს ტრაბზონსპორი იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით ტრაბზონსპორის თავკაც პატიჰ თეკეს ზურიკო დავითაშვილის თავის გუნდში ხილვა სურს, თუმცა თურქული კლუბის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. მიუხედავად ამისა, თურქული კლუბის წარმომადგენლები სენტ-ეტიენის მენეჯმენტს დაუკავშირდნენ და ზურიკოს სატრანსფერო ღირებულებაზე სიმშელეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით დავითაშვილი სენტ-ეტიენში რჩება და თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს. მაგრამ მედიაში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანი ან საზიანო შეიძლება იყოს კლუბისთვის ქართველთან ზამთარში განშორება. ამიტომ იყვეთ მოვლენების განვითარებას, რადგან სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ჩააჩუმა მის მისამართით სტვენა, როგორ გამოეხმაურნენ მიქაუტაძის მორიგ გოლს. ვილიარეალის ქართველმა თავდამსხმელმა ალავესთან ეფექტური გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. გიორგი მიქაუტაძე 2026 წლის მეორე მატჩიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე მატჩი სრულად ჩაატარა. უშუალოდ გოლით კი 75 წუთზე გამოირჩა. ჰუსკორტმა კი ქართველ თავდამსხმელს შეფასებად 8 ქულა დაუწერა, რაც მეორე შეფასებაა მატჩში. ხოლო შეხვედრის შემდეგ სპორტული მედია გიორგი მიქაუტაძის თამაშს ასე გამოეხმაურა. მარკა მოლეირომ სასწაული გადაცემა გაუკეთა მიქაუტაძეს, რომელმაც კარიდან გამოსულ ანტონიო სივერას ბურთი თავზე გადაუგდო. ეს იყო ბრწყინვალე გოლი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ეისი მოლეირო სუპერვარსკვლავია. შემტევმა ნახევარმცველმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა მიქაუტაძეს, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვება განამტკიცა და საქმე მოათავა. ქართველმა თავდამსხმელმა მოლეიროს იდეალური პასით გაიტანა, როდესაც ბურთი სივერას გადაატარა და ჩააჩუმა სტვენა, რომელიც მისი მისამართით ისმოდა. წერია გამოცემაში. მე კი შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის ანგარიში ამ დროისთვის ლა-ლიგის 13 მატჩში გატანილი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ყველა ტურნირში კი ვილიარეალის მაისურით 21 თამაშში 7 გოლის გატანა შეძლო. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის სუპერთასი დაისაკუთრა. ქუვეითში გამართული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა, რის შემდეგაც 11 მეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც ლუკა შევალიეს წყალობით PSG 4-1 მოიგო. მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების თამაში შეაფასა. ეკიპმა კი საუკეთესოდ შევალიე დაასახელა. ქართველ გარემარბს კი 6 ქულა დაუწერა. ზოგიერთი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მას ჰქონდა ენერგია და ძალა, რომ საკუთარი ნახევრიდან იერიშები წამოიწყო. ბენჟამინ პავარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან დაცვაში ყოფნისას პავარი თანაგუნდელებისგან მცირე დახმარებას იღებდა. ერთადერთი რაც ქართველ ფეხბურთელს აკლდა, ბოლო პასის ან დარტყმის ეპიზოდებში გამოჩენილი სიზუსტე იყო. წერს ეკიპი კვარაცხელიას შესახებ. აღსანიშნავია, რომ PSG მომდევნო შეხვედრას ხვალ პარიზის წინააღმდეგ გამართავს. ამიტომ ის ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. კვარაცხელია რუბინში აღმოვაჩინეთ და როდესაც მისი თამაში პირველად ვნახეთ, თვალწინ ფრენკ რიბერი წარმომიდგა. სერიოზულად ვამბობ, დავინახე ფეხბურთელი განიერი მხრებით, ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად რიბერივით სწრაფად ჩქარობდა და ფეხბურთელი, რომელსაც რიბერის მსგავსად არაფრის ეშინოდა. ვუყურებდი მოთამაშეს, რომელიც დრიბლინგზე ყველგან მიდიოდა და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში რისკავდა. მას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. მის თვალებში ნაპერწკალი ჩანდა, ზუსტად ფრანკ რიბერივით. ხვიჩა რიბერივით ემოციური არ არის. ძნელია ფრანკივით ემოციური და მოლაპარაკე იყო. რიბერი ერთადერთი და განსაკუთრებულია, მაგრამ კვარაცხელია ნამდვილად მას მახსენებდა. სიმართლე გითხრათ, ნაკრების მწვრთნელობა ცოტათი იმედგამასწრუებელია, რადგან ასეთი ფეხბურთელი დიდი დროით არ გყავს. პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ კვარა ამბიციური გახდათ. ამბიციური ხალხი ძალიან მიყვარს, რადგან ამბიცია მოტივაციის წყაროა და ძალას გაძლევს. მე მას ხშირად ვეუბნები, რომ ჯერ კიდევ სასწავლო ეტაპზეა და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. 24 წლისა და კიდევ ბევრი რამის სწავლა შეუძლია. მას კი რამდენიმე დღის წინ სწორედ ამაზე ველაპარაკებოდი. განაცხადა ვილი. რაც შეეხება PSG-ში განვითარებულ მოვლენებს, ბოლო ცნობების მიხედვით, პარიზულ კლუბში სიტუაცია ნამდვილად არ არის იდეალური. ფუტმერკატო ცნობით, უსმან დემბელემ PSG-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. წყალო წეს, რომ პარიზულმა კლუბმა დემბელეს თანამშრომლობის გაგრძელების ანონსლოდ წლიურად თანაზღაურების სახით დაახლოებით 30 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ ორჯერ მეტი მოითხოვა, რაც ევროპაში საკმაოდ არარეალური თანხაა. შესაბამისად, მხარეები რა თქმა უნდა შეთანხმებას ვერ ახერხებენ. დემბელე
დემბელეს კი PSG-სთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და როგორც ჩანს მისი ამოწურვის შემდეგ პარიზული კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. ასევე PSG-მ შესაძლოა მწვრთნელის დაკარგოს. კერძოდ გამოცემა მარკა ბილდზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზაფხულში ლუის ენრიკემ შეიძლება კლუბი დატოვოს. წყაროს თანახმად ენრიკეს პარიზში მოტივაციის ნაკლებობა აქვს. მან უკვე ყველაფერი მოიგო, ამიტომ სამომავლოდ პარიზში დარჩენის მიზეზს ვერ ხედავს. ასევე გავლენიანი ფრანგული გამოცემები კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე თუ ბრედლი ბარკოლა და პარი სენ-ჟერმენი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ზაფხულში პარიზული კლუბი 23 წლის ვინგერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. კლუბი კი უკვე მომავლის გეგმებზე ფიქრობს და აშკარაა, რომ PSG-ში მასშტაბური ცვლილებები იგეგმება. ლუის ენრიკეს პოზიცია გასაგებია. არსებული სიტუაცია კი სრულად ერგება კვარაცხელიას ინტერესებსაც. ქართველმა ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. სწორედ ამიტომ კი ნელ-ნელა ახლოვდება ის მომენტი, როცა ახალი გამოწვევების დრო დგება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის გითხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.